მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, ხუთშაბათია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ასოჯანიშვილი ვარ. მოკლედ, დღეს პროდუქტის ყიდვა, მომსახურების მიღება თუ ხელშეკრულების გაფორმება ხშირ შემთხვევაში ერთი დაწყაპუნებით ხდება, ხო? და ონლაინ ვაჭრობა ზოგადად იზრდება დამოკიდებულება ამ ციფრულ, ასე ვთქვათ, პროდუქტებზე და ასე შემდეგ და ზოგადად მომხმარებელიც გახდა გაცილებით უფრო ინფორმირებული და დაცული ამ ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა რაც უფრო ვითარდება ბაზარი, მით უფრო ხშირად ჩდება კითხვები, ხო? ანუ მომხმარებელი ყოველთვის მართალია? ანუ სად სრულდება რეალურად და სად მთავრდება მომხმარებლის უფლებები და სად იწყება ბიზნესის პასუხისგებლობა. ზოგადად ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს და ამ თემაზე გავშლით ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო საკითხებს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის ხუთშაბათობით პოდკასტის წარდგენი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting-ი, ჩვენი გენერალური პარტნიორი და მისი თანადამფუძნებელი ჯონი ჩონიაძე ტრადიციულად ჩვენთან ერთად სტუდიაში. ასევე წარვადგენ ჩვენს სტუმარსაც, ქეთა ჭუმბურიძეს, კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო, მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მოგესალმებით, ქეთა. მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენ მსმენელს. მოკლედ, დღეს ეხლა როგორც კულისებში ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო, ძალიან ეფექტური, ძალიან ინფორმაციული პოდკასტი ელის ჩვენს მაყურებელს, როგორც ასე ვთქვათ, მომხმარებლებს, ისე ბიზნესის მხარეს. ამიტომ ჯონი გადმოგცემ სიტყვას შენ. მადლობა. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს და მაყურებელს. დღეს ხო ძალიან საინტერესო პოდკასტი გვაქვს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ორივე თანაბრად. როგორც კონკურენციის მიმართულებით, ასე მომხმარებელთა უფლებების დაცვის. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ პირველივე შეთავაზებისთანავე ძალიან სწრაფი კომუნიკაცია იყო. და მაშინვე დაგვთანხმდნენ მონაწილეობას და ქეთა მადლობა შენს პირადად აქ ყოფნისთვის. ძალიან კარგი შტაბიჭდილება დატოვა ჩემს, ესე დიდი შეხება არ მქონია ამ სააგენტოსთან სხვადასხვა პერიოდ საქმიანობიდან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილებები მინახავს შეხვედრივალ კომუნიკაციაც მქონია, მაგრამ აი, როდესაც ეთერისთვის ვემზადებოდით, ვებგვერდიც და ვებსაიტი დავათვალიერე მათი და წლიური ანგარიშები განთავსებულია, საჯარო ინფორმაცია საკმაოდ ისეთი ხელმისაწვდომი არის, ხელმისაწვდომად არის და კარგად არის გამოყენებადი და რატო აღვნიშნე დღეს რაზეც ვისაუბრებთ, რაზეც ქეთა მოგვაწვდის ინფორმაციას, ვებსაიტზე განთავსებულია წლიურ ანგარიშებში და მომხმარებლებს ჩვენს სპენელს და მაყურებელს შეუძლია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და მისთვის საინტერესო მონაცემები ამოიღოს იქიდან. და ეხლა უშუალო თემაზე რო გადავიდეთ, რა უფლება აქვს მომხმარებელს დღეს და შესაბამისად რა ვალდებულება ბიზნესი, იმიტომ რომ ეს ორი წარმოშობს სწორედ ურთიერთობას და ყველა ბიზნესი ორიენტირებულია მომხმარებელზე და ყველა ბიზნესს ყავს მომხმარებელი, ბუნებრივია, იმიტომ არსებობს ეს და რა უნდა იცოდნენ, რა ვალდებულებებია, რითი რეგულირდება და დანარჩენ საკითხებზე შემდეგ უკვე გავაგრძელებთ საუბარს. კი ბატონო, სერგომ სწორედ აღნიშნა, რომ დღეს მომხმარებლები საკმაოდ ინფორმირებულები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე გგონია ჩვენ, თუმცა არის ის მომენტიც, რომ მომხმარებელი დღეს გარკვეულწილად უფრო მეტად მოწყვლადი და სუსტიც არის. სწორედ აღნიშნე, რომ ციფრულ ეკოსისტემაში გადავინაცვლეთ პრაქტიკულად, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში ჩართულია ხელოვნური ინტელექტი, ჩართულია ის ჩვენი მონაცემების დამუშავების მომენტი და რეალურად, როდესაც ონლაინ შოპინგობთ, ვართ ჩვენი გაჯეტის წინ, რეალურად მან უფრო მეტი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცით იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც ვყიდულობთ. იცის ზუსტად რა მოგწონს, რამდენი ხანი გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ვყოყმანობთ თუ არა და ასე შემდგომ. ეს მონაცემები ინახება, მუშავდება და ეს манипуляციები, რაც მოვაჭრეს შეუძლია განახორციელოს, რეალურად უფრო ხელმისაწვდომია მათთვის და ბიზნესისათვის უკვე უფრო რთულდება იმის მტკიცება, რომ მან რეალურად მოატყუა მომხმარებელი და შეცდომაში შეიყვანა. ასე რომ იმის ფეხდაფეხ რომ ცნობიერება ამაღლდა მომხმარებლებში, აი ეს მომენტიც არის, რომ თანამედროვე ბაზრის განვითარებამ განაპირობა ის, რომ არსებობს ბაზარზე უფრო მეტი манипуляცია, უფრო მეტი სურვილი ბიზნესის მიერ, რომ საკუთარი კონკურენტები დაამარცხოს და ამ დროს ჩრდება მარკეტინგული ხრიკები, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს უსამართლო, შეცდომაში შემყვანი და ასე შემდგომ.
რეალურად მომხმარებელს დღეს უკვე აქვს ძალიან ბევრი უფლება. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ამ ყველაფერს არეგულირებს და განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებებს, რის რეალიზებაც მომხმარებელს შეუძლია. ქეთა ბოდიში რომელი წლიდან შევიდა ძალაში ეს კანონი? ძალაში შევიდა 2022 წლიდან. იმის შემდეგ განისაზღვრა ამ კანონის აღმასრულებლად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. და შესაბამისად სააგენტო აღასრულებს უკვე ამ კანონს, თუ ხედავს გამოავლენს უსამართლო კომერციულ ქმედებებს, უსამართლო საქმიანობას და მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლის დაცვას. მანამდეც манипуляციები რა თქმა უნდა, მანამდეც ძალიან ხშირი იყო. ალბათ ყველას გქონიათ ეს დოპამინური ჯილდოს მომენტი, დასტიკერებული აქციის 70%-იანი აქციით, რომ რაღაცას ვყიდულობთ. და ძალიან გვიხარია, რომ ესეთი სარფიანი გარიგება დავდეთ. სანამ გავაგზავნებთ ალბათ ხო, ეგეთ მდგომარეობაში, რომ გაცვლილებულობაში კი და 2022 წელს ზუსტად შევიდა განახლდა უпростоრად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის, რომელმაც თავის მხრივ მოაწესრიგა ის მიმართულება, რაზეც წეგან საუბრობდი, რომ როდესაც პროდუქტს იყენებს ან ონლაინ ვაჭრობას ახორციელებს, ან საიტს აწყობს, ან სერვისს, იქ რაღაც პრინციპები უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას რა. ნუ პრაქტიკაში ჩვენი კომპანია როდესაც ამ მიმართულებით მუშაობს, სწორედ ეგ გვაქვს, რომ როდესაც ჩვენ კლიენტს ვეუბნებით, რომ შენ რო პროდუქტს აწყობ, აქ ეს რაღაც გარემოებები და დეტალები უნდა გაითვალისწინო, უკუ პასუხია, რომ იცი რა, ჩემ კონკურენტს ესე არ აქვს და უფრო მარტივად მუშაობს, მაგრამ სიმარტივე და წესის დარღვევა არნიშნავს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმატებული იქნება. კი, ბუნებრივია, ხანგრძლივ პერსპექტივაში ნდობა იკარგება მოვაჭრის მიმართ, საბოლოოდ მივა ცუდ შედეგამდე რაც არის იგივე სანქცია, ეს შეიძლება იყოს ჯარიმა და საბოლოოდ ძალიან დაზარალდეს ფინანსურად. და ასე ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ ბიზნესისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რომ ის კონკურენციაში მის კონკურენტებთან შევიდეს ახალი ფასებით, ნოვაციით, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებით და არა манипуляციური ხრიკებით. კი ბატონო. სანამ ეხა ინდივიდუალურად რო ჩამოვთვალოთ მომხმარებლის უფლებები, რა უფლება აქვს, ბევრია და ძალიან დიდ დროს წაგვართვეს, თუმცა ძირითადებზე პირობა დავდოთ, რომ ვისაუბრებთ. საწყის ეტაპი სანამ უშუალოდ უფლებებზე და კონტექსტზე გადავალთ, მაინტერესებს ბიზნესს რა ვალდებულება, ახლა კომპანიას რა ვალდებულება აქვს, როდესაც დაუშვათ ფიზიკურად ან დისტანციურად ემსახურება კლიენტს. მომხმარებელს. ბიზნესის ვალდებულებები, რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ მიყვება მომხმარებლის უფლებებს, რა უფლებებიც აქვს მომხმარებელს, ის ვალდებულებები აქვს ბიზნესს. მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს და მიიღოს რეალურად ინფორმირებული გადაწყვეტილება. ამ ინფორმაციას რა ფორმით აწვდის, რამე განსაზღვრულია? ერთი რაც მახსენდება არის ის, რომ მაგალითად, ჩემი თანამშრომელი სულ მოდიოდა ხოლმე ვებსაიტი, როდესაც ავაწყვით, მისამართი თუ სწორად მახსოვს, საიდენტიფიკაციო ნომერი კომპანიის განთავსებული უნდა იყოს ვებსაიტზე, ეს ვალდებულება იყო. ან ეგ იყო ელექტრონული კომერციის შესახებ კანონით. რაღაც ვალდებულება ის, რომ მე ვინ ვარ და პოზიციონირება შენ წინაშე, მომხმარებელთან როგორი მაქვს, არის ის, რომ დამაიდენტიფიცირო საწყის ეტაპზე ვინ ვარ. კი ბატონო, ზუსტად და კანონი აკეთებს კონკრეტულ ჩამონათვალს იმ ინფორმაციის, რაც ყოველ მიზეზს გარეშე უნდა მიეწოდოს მოვაჭრო მომხმარებელს. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, ვის გამყიდულობთ ნივთს. ლოგიკურია, ძალიან ცნობილ მაღაზიაში რომ შევდივართ, გასაგებია, შეიძლება ვიცოდეთ მოვაჭრე და ჩვენითაც მარტივად დავაიდენტიფიციროთ, მაგრამ ხშირად არის აი Facebook, Instagram მოვაჭრეები, როცა საერთოდ არ ვიცით რეალურად ვისთან შევდივართ სახელშეკრულებულ ურთიერთობაში და პრობლემის წარმოშობისას მე უკვე რეალურად ხელთ არაფერი არ გვაქვს. მოდი იმასაც ვთქვათ, ესეთი ტიპის ვაჭრობა, როდესაც ფიზიკური პირი ან შეიძლება არა ფიზიკური პირი და ვერ ვაიდენტიფიცირებთ Facebook-ზე ან Instagram-ზე ყიდის პროდუქტს. მასა და მომხმარებელს შორის შეთანხმება, ესეც უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობა გამოდის, ხო, ზეპირი შეთანხმება. რა თქმა უნდა. მოვაჭრე არის ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის გაყიდვას, მომსახურების მიწოდებას, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის შეპესე ორგანიზაცია, რა ფორმით არსებობს, შეიძლება იყოს უბრალოდ ფიზიკური პირიც, რომელსაც აქვს თავისი პლატფორმა, ონლაინ პლატფორმაც შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება ადგილზე ვაჭრობდეს და ახორციელებს მომხმარებელთან კომუნიკაციას, ნივთის ან მომსახურების შეფასებას
დაფინანსებას, ნებისმიერ შემთხვევაში არ არის ეს დაკავშირებული რეგისტრაციასთან. ანუ ფიზიკურ პირსაც ეხება ეს. კი ბატონო, ეს ეხება ფიზიკურ პირსაც იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყველა მომხმარებელი იყოს დაცული. ეს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონკრეტული ევროკავშირში მსგავსი რეგულაციები არსებობს, რა პრაქტიკა გავიზიარეთ ამ კანონით თუ შეგიძლიათ რომ უფრო მოკლედ პრეისტორიაზე კი ბატონო, ჩვენი კანონი შემუშავდა ზუსტად ევროკავშირის დირექტივების საფუძველზე, მომხმარებლის ძირითადი უფლებები რაც არის, თითქმის ყველა არის გადმოტანილი და იმპლემენტაცია სრულად მოახდინეთ ამ ყველაფრის და არა მარტო კონკრეტული კანონის დონეზე, არამედ სააგენტო ფეხდაფეხ მიყვება ევროკავშირის პრაქტიკას დინამიური აპროქსიმაციის პირობებში. ჩვენ ყოველწლიურად ვეცნობით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ვნერგავთ უკვე ჩვენს პრაქტიკაში. ვიზიარებთ იმ სტანდარტებს, რაც დგინდება ეს სფერო მომხმარებლის უფლებების დაცვა. პრინციპში ევროკავშირშიც ეხლა ვითარდება ამ ციფრული ეკოსისტემის ნაწილში და ალგორითმები ვითარდება ძალიან ციფრული ეკოსისტემა და რთულია ეხლა წინასწარ განსაზღვრო ხვალ რაცულება დაგვხვდება და პროდუქტი როგორ შეიძლება მაგალითად AI შარშან რა მდგომარეობაში იყო 10-ჯერ უფრო განვითარებული არის ეხლა და რთულია სამართლებრივად დაეწიო, მაგრამ წინასწარ რაღაცების განსაზღვრა შესაძლებელია და რაღაც გარკვეული ვალდებულებების გაჩენა ან წესების დადგენა პროცესში. მე მგონი საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ, უფრო პრეცედენტები ხო გაინტერესებს ყველაზე ხშირი დარღვევა რა არის რა მომზადებული ხო? თუ შეგიძლიათ მე გავიცანი სააგენტო შარშან ლანგარის ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის გაკვირვება გამოიწვია იმან და მათ შორის კმაყოფილებაც რომ როდესაც გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოსი იქ მითითებულია ის კომპანია, ვისაც ეხებოდა კონკრეტული შემთხვევა. და რო გითხრათ, ყველაზე გავრცელებული დარღვევა ან გადაცდომა თუნდაც რა არის დღეს საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია საჯაროა და სააგენტოზე ქვეყნდება ყველა გადაწყვეტილება, ყველა მოვაჭრის წინააღმდეგ მიღებული. ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია ბუნებრივია ნაკლიან ნივთთან მიმართებით ეს პრობლემა ყველას აქვს, თუმცა ამ ნაწილში ჯერ მინდა შევეხო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას მოვაჭრის მიერ, იმიტომ რომ ბევრ მომხმარებელს გონია ზუსტად არ იცის თავის უფლებები ამ ნაწილში. როდესაც არის ორი თანასწორი მოთამაშე, ორი იურისტი მაგალითად დებს ხელშეკრულებას, გასაგებია რომ იქ ადგილი შეიძლება ქონდეს რაღაც манипуляციას, ჭკვიანური ხრიკებით მომხმარებელი მეორე მხარის მოტყუებას, მაგრამ როდესაც სახეზეა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობა, აქ შეფასების სტანდარტი არის განსხვავებული. საშუალო მომხმარებლის ნიშნულით ფასდება და რეალურად ისეთი რაღაცა იყოს შეიძლება დარღვევა, რაც ვერ წარმოვიდგენთ, რომ შესაძლებელია იყოს. აი თუნდაც ზუსტად მან მივდივარ, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საქმე იყო ერთ-ერთი წვენის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც პიქტოგრამები ჰქონდა თავის წვენზე დატანილი, სხვადასხვა ხილის, თუ არ ვცდები ეს იყო ალუბალი და ბროწეული, ხოლო რეალურად შემადგენლობაში 80% იყო ვაშლის წვენი. ხო. და ფოტო ქონდა ალუბლის? კი ბატონო, და საინტერესო რა არის ამ მომენტში, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალში ეს ინფორმაცია სწორად იყო მითითებული, როცა გადმოვატრიალებდით უკან, დავინახავდით ინგრედიენტების ჩამონათვალში. იყო ეს აი ზუსტად ეგ მომენტია, როდესაც ხარ მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, რომ მეც იურისტი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიული ჩვევაა, რომ ინფორმირებული ვიყო ყველა გადაწყვეტილებასთან მიმართებით და დავაკვირდე, როდესაც მომხმარებელი ვარ, ეს რესურსი შეზღუდულია. არის შეზღუდული დრო, არის შეზღუდული, სწრაფად გინდა მიიღო გადაწყვეტილება და ზუსტად ამ ჰოლისტიკური აღქმით იღებ და კონკრეტული კოგნიტური მიკროცეპტით ხედავ ფოტოს. აი, გემოთი მიხვდა რომ დააგემოვნა თუ ჯერ წაიკითხა ეს. ანუ მართლა მომხმარებლის იმაზეა დამოკიდებული. ხო არ მიხვდებოდა ხა ალუბლისას რო ყიდულობდა ვაშლი არის, ნუ ალბათ მინიმუმ ამას გააპროტესტება ყველა. ეტიკეტით ხო აგირჩევია რაღაც რა. ანუ ამით ვირჩევ ყოველთვის ხო. აი, ეხლა მე მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატარო, რაზე ძალიან იმას როგორ თქვა, ნამდვილად არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, იმიტომ რომ მოტყუებულად ვიგზენი თავი და რატო ეხა რაღაც ბილეთს ვყიდულობ, კინოს ბილეთს ვყიდულობ. და შენი აზრით რას უნდა დავაჭირო, რომ კინოს ბილეთი ვიყიდო? შეკვეთა ბარათით.
ბარათით არ წერია, მან წაიკითხე. ბარით. მოდი შეკვეთა ბარით. მაგის გამო რომ მეც შეკვეთა ბარათით მეგონა, აღარ ბარის გავლით იგულისხმეს. ხო და რას უნდა დავაჭირო რომ ვიყიდო ბილეთი? ნუ იდეაში მაგას უნდა დააჭირო, მაგრამ არასწორად მხოლოდ ბილეთი რო ვიყიდო. ეგ არის ხო? აი არ არის ეგ. ქვემოთ ნახე რა წერია? ბარის გარეშე. ხო. ბარის გარეშე. ბარის გარეშე. ბარით რო წერია და ბარის გარეშე. ხო, ნახე აი ბარით წერია, ვარდისფრად თუ რაღაც ფრად არის შეფერილი. ესე სწრაფად რო ვკითხულობდი ყოველთვის ბარათი და რო ვიხდიდი, ხან 90 ლარი გამოდიოდა. იქნებ პირდაპირ ეთერიდან ურჩიოთ რომ გაასწორონ ეს შეცდომა. არ შეიძლება არა შეცდომა და ესე უნდათ რომ იყოს, მაგრამ ამ ფაქტს მართლა იმას იწოდა ჩემში რა, მაბნევ და პირადად გადავდა თავს. ხო, არ მგონია შეცდომა იყოს. უბრალოდ დამაბნია ამან რა და კარგი მაგალითია რა, იმიტომ რომ ვიზუალურად ისე აღვიქვი რომ მარკეტინგულად არის შეფუთული რომ აი მომხმარებელი ესე რამოდენიმე წუთის განმავლობაში არ უნდა მსჯელობდეს და დებატობდეს როგორ უნდა ვიყიდოს ნივთი ან როგორ უნდა ინტუიტიური უნდა იყოს რა მათ შორის. კი ბატონო ზუსტად. აი მანდ არის ზუსტად манипуляция, ამას ეწოდება ის ციფრულ ინტერფეისში ჩაშენებული სხვადასხვა ტექნიკები არის dark patterns ესე ეწოდება, სამართლებრივი ჟარგონია ერთგვარი რუხი შაბლონები, რომელიც ასახავს ინტერფეისში ზუსტად მსგავს რაღაცებს, აი მაგალითად ზოგს აქვს ზოგ კომპანიას რომ ძალიან რთულია subscription-ის გაუქმება. გინდა გაუქმა და ეცებ მთელი დღე. ლოგიკურია რომ მაგ დროს შეიძლება საერთოდ უარი თქვა subscription-ის გაუქმებაზე და რეალურად ძალით რჩები ისეთ ხელშეკრულებაში და ისეთ ურთიერთობაში, რომელიც აღარ გინდა. მსგავსი რაღაცები უკვე უსამართლო კომერციულ პრაქტიკად არის ცნობილი. ხო, ეგ მიმართულება მსგავსი ტიპის პერსონალ მონაცემთა დაცვაშიც არის, რომ ჩემი უფლებების შესახებ ინფორმაცია მარტივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და როცა პროდუქტს ვაწყობთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას მეუბნება კომპანია რომ მოდი დავდებ სადღაც ფოლდერში და ეუბნები რომ არა მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ესეც ეგრე რომ რაღაც განსაკუთრებულ ძალისხმევას ამის გაუქმება არ უნდა უჭირდებოდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას. სხვა შორის აი კარგად ახსენე ის რომ გაფანტული უზარმაზარ PDF ფაილში რაღაც ჩემი უფლება. აი ხშირად რომ მომისმენიან სოციალურ სივრცეში მომხმარებელთა დისკუსია რაღაცის შესახებ, ბევრის პოზიცია არის სხვა შორის ესეთი რომ მოვეჭრეს მიიჩნევს მართლა უბრალოდ მიიჩნევს რომ ვერაფერს ვერ დაუშავებთ მოვეჭრეს მაგ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ფორმით თუნდაც წვრილი შრიფტით ამ PDF-ში გაბნეულად მიწოდებული აქვს ინფორმაცია, რომ მის წინაშე ცოტა რაციონალური აპათიის მსგავსი ფენომენი ყალიბდება მომხმარებლებში, რომ მის წინაშე ვერაფერს ვერ გავაწყობთ, იმიტომ რომ იგივე ამ წვენთან მიმართებით მითითებული ქონდა რეალური ინფორმაცია და შეგეძლო გადაგემოწმებინა, მაგრამ რეალურად ჩვენი სტანდარტი, აი მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტით ესე უკვე აღარ არის. უკვე ეს პრაქტიკა შეიცვალა და რეალურად მე უნდა მქონდეს საშუალება, რომ როგორც აღვიქვამ პირველადი შეხედვით პროდუქტს, ისეთი პროდუქტი უნდა მივიღო. თუ საშუალო მომხმარებლის ნიშნულის შეფასდა, რომ შეიძლება შევიძდეს შეცდომაში ადამიანი, მაშინ უკვე ეს შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად. ეგ საინტერესო საკითხია, საშუალო მომხმარებელი რა არის? ან რა კრიტერიუმით ფასდება ეს? საშუალო მომხმარებელი არის რეალურად სამართლებრივი ფიქცია. ეს არ ნიშნავს საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს. ეს არის განსაზღვრული კრიტერიუმი აქვს ალბათ შეფასებას. ეს არის განსაზღვრული სამართლებრივი ფიქციად და აღიარებულია როგორიც უნდა იყოს. საქართველოში მაგალითად სხვა შორის საშუალო მომხმარებლის ნიშნული ევროკავშირთან შედარებით საკმაოდ დაბალია და კვლევები და ანგარიშები გვეუბნება, რომ ფაქტობრივად საშუალო მომხმარებელი უტოლდება მოწყვლად მომხმარებელს. იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის ისტორია გვაქვს რომ დერეგულაცია იყო ამ სფეროში, საერთოდ არ არსებობდა კანონი, ერთი პერიოდი არსებობდა, მაგრამ აღსრულება არ ხდებოდა შესაბამისი, მომხმარებლებს საერთოდ არ აქვთ უფლება, საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია მათ უფლებებზე და ეს საშუალო მომხმარებლის ნიშნული საკმაოდ დაბალია. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ევროკავშირის სასამართლომ გარკვეული ქმედება არ მიიჩნიოს შეცდომაში შემყვანად და საქართველოში მივიჩნიოთ. ხო, ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, გამოცდილებაზე, კულტურაზე
თუნდაც კულტურული პროდუქტების განვითარებაზე. ნაწილიც არის, აი მახსენდება ესეთი პრეცედენტები საზღვარგარეთ ევროპის ქვეყანაში, როცა მიჩნეულა შეცდომაში შემყვანათ ისეთი რაღაცები, აი მაგალითად თუ არ ვცდები, ბელგიაში იყო, რომ კარაქის შეფუთვა მიიჩნა შეცდომაში შემყვანათ არაჟნის შეფუთვასთან მიმართებით, იმიტომ რომ კონკრეტულად იმ ქვეყანაში ქონდა საუკუნოვანი ისტორია, რომ ერთნაირი შეფუთვით იწარმოებოდა ესენი. ანუ სხვა ქვეყანაში შეიძლება არ ყოფილიყო ეს აღქმა საშუალო მომხმარებლის მიერ. ჩემს მქონია შემთხვევა, როცა ისტორიული გამოცდილებიდან ჩემი ბავშვობიდან რაღაც პროდუქტის შეფუთვა სხვა პროდუქტისთვის მიმსგავსებია. თუმცა ევროკავშირში მაგალითად მომხმარებელს შეიძლება საერთოდ არ ქონოდა ეგ განცდა. კი, ხო, იმიტომ რომ არ იცოდა ის როგორ გამოიყურებოდა, იმისთვის სხვა ასოციაცია შეიძლება გამოეწვია. შემდეგ საკითხზე რო გადავიდეთ, ერთი ეს არის რომ ვიზუალურად შინაარსით შეცდომაში შემყვანი არ უნდა იყოს პროდუქტი ან მომსახურება და მეორე მომსახურების ამ პროდუქტის ხარისხი. და გარანტიები ამასთან დაკავშირებით. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკითხი მომხმარებლის უფლებების დაცვაში. ნაკლიან ნივთთან მიმართებით. აი, რა უნდა კითხოთ ნაკლიან ნივთზე როდესაც ისაუბრებთ, თუ შეიძლება რომ აქცენტი გავაკეთოთ მეორადი მოხმარების ნივთებზეც. როგორიც შეიძლება იყოს მეორადი ავტონაწილი ან მეორადი რაღაც არ აქვს მნიშვნელობა და მომსახურება ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირადად მომსახურება ავტოსერვისში, როდესაც მანქანის შესაკეთებლად მივდივარ და იმიტომ რომ შემთხვევა მქონდა რომ ბორბალი ღერძიანად გამოძვრა მანქანას. ეგეთი იყო და ესეთი ურთიერთობები წესრიგდება თუ არა? კი ბატონო, რა თქმა უნდა. სამართლებრივი პრინციპი რომ რაც შეუკვეთე ის უნდა მივიღო და რაშიც გადავეხადე თანხა ის უნდა მივიღო აქაც ანალოგიურად და ეს ამაში ახალი არაფერი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ ახლა მე ვიტყვი რა სიახლე შემოვიდა მომხმარებლის უფლებების ნაწილში და როგორ მოხდა ამის კომპრესია ჩვენ ამას ვეძახით სამართლებრივი ჟარგონი ერთგვარი კანონისმიერი გარანტია რას ნიშნავს კანონისმიერი გარანტია ზოგადად გარანტია ასოცირდება ტექნიკის მაღაზიები რომ გასცემენ ტალონებს და ასე შემდგომ მხოლოდ ეს არ არის გარანტია კანონმა განსაზღვრა კონკრეტული 2 წლიანი პერიოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ გარანტია მოყვება ნივთს მაშინვე როგორც კი გადმოგეცემა. არ არის საჭირო არანაირი ტალონი, არანაირი ნოტიფიკაცია, თუნდაც მოვიჭრა გეუბნებოდეს, რომ გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება, ან გარანტია არ ვრცელდება. კანონით დადგენილია, რომ ეს გარანტია მიყვება ნივთს. ეს სავარაუდოდ სამოქალაქოში, რომ ნივთისთვისებები ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, მიემართება ნივთობრივ უნაკლოებას, ხო? კი ბატონო, ეს არის ნივთი უნდა იყოს უნაკლო, რა შეიძლება იყოს ნაკლი, რა თქმა უნდა, გაუმართავობა, ფუნქციური შეუსაბამობა, ან შეიძლება ბუნებითად ნივთს ნაკლი არ ქონდეს, მაგრამ შეთანხმებული არ იყოს, მაგალითად სხვა ფერი. სხვა ფერიც თუ შემოვიდა და რაც არ შეუთანხმა, ესეც უკვე ნაკლია. ქეთა, გარანტიაზე კიდევ უფრო დეტალურად აგვიხსენი რა მექანიზმები აქვს თავის დაცვის მომხმარებელი როგორ უნდა მოიქცეს და თუ შეიძლება ერთი აქცენტი მინდა გავაკეთო დაბრუნება ახსენე ნივთის. დაბრუნების პერიოდი ნივთის თუ არის განსაზღვრული და რა წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. არ მომეწონად შემიძლია დავაბრუნო თუ რაღაც პირობა მჭირდება იქაც. არსებობს სხვათა შორის არ მომეწონა და შემიძლია დავაბრუნოთ ფენომენი და კონკრეტული დანაწესი ამასთან დაკავშირებით ოღონდ ეხება ეს მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს აქვს უფლება რომ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უბრალოდ არ მოეწონა ნივთი და დააბრუნოს ნებისმიერ ნივთს ნებისმიერ გამონაკლისები არსებობს ბუნებრივად არის იგივე მედიკამენტები ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ნივთი რომელიც მე შევუკვეთე და მაგალითად ჩემი ინიციალებია, უკვე ამის უპირობოდ დაბრუნება არ შემიძლია, მაგრამ ძირითადად უმეტესობა ნივთების, იგივე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი დაბრუნებადია, თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა დავაბრუნო, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის აბსოლუტურად მიღებული ნებისმიერ მაღაზიაში, ანუ ეხლა გაიგოს კარგად, ანუ ჩვენმა აუდიტორიამაც, ანუ თუ შეიძინა ნივთი, ანუ მაღაზია ვალდებულია 2 კვირის განმავლობაში აბსოლუტურად ახსნა გამარტების გარეშე დაიბრუნოს ეს ნივთი და დაუბრუნოს თანხა. რა თქმა უნდა, არის გულისხმობა გამოყენებული ნივთი, დაზიანებული ნივთი. ეს 14 დღიანი ვად არის ერთგვარი მოსაფიქრებელი პერიოდი და იმის პრევენციისთვის, რომ აი რა შეუკვეთე, რა ჩამოვიდა, გამოყენებული თუ არის ამ შემთხვევაში, ეხა 2 კვირის განმავლობაში ალბათ გამოიყენებდა
თუ გამოყენებულია ამ შემთხვევაში მაღაზიას უფლება აქვს არ დაიბრუნოს ნივთი. იმიტომ რომ ეს არის იდეაში გატესტვისთვის ეს 14 დღე, როგორც მე ამ ნივთს დავტესტავდი და გამოვიყენებდი ობიექტზე, მაგალითად ამ პიჯაკს მოვიზომებდი გასახდელში. ზუსტად ეგრე უნდა გავტესტო სახლშიც ამ 14 დღის განმავლობაში. ბუნებრივია თუ გამოვიყენე და ქორწილში წავედი, იმით და რაღაც დაზიანება აქვს, უპირობოდ ვერ დავაბრუნო. გამოყენება შეიძლება მივობა თუ არა პროდუქტის შეფუთვას, მაგალითად ტელეფონის ყუთი თუ გავხსენი და გახსნილი ყუთით ვაბრუნებ. შეიძლება მითხრას მოვაჭრեմ, რომ გამოყენებულია ნივთი და ყუთს მიაბას ეგ 14 დღიანი ვადა, რომ ყუთი არ უნდა გახსნილიყო ამ პერიოდის განმავლობაში. კი, შესაძლებელია ესეთი რამე, თუმცა ყველა ნივთს ეს არის უკვე ინდივიდუალური შეფასების საგანი. იგივე ჰიგიენურ ნივთთან დაკავშირებით სასახად ესე იქნება, რომ თუ კბილის აგრესი ამოვიღე თავისი ყუთიდან, მოვაჭრე შეუძლია დამისაბუთოს, რომ გამოყენებულია და აღარ დაიბრუნოს ამ მიზეზებიდან. თუმცა მაინც ობიექტური გარემოება იქნება, რომ თაც ორი მხარეში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მაინც. გარანტიაზე არის კიდევ ისეთი რაიმე საკითხი, რაც შეიძლება ვიცოდეთ. რაც უნდა ვიცოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რასაც ყველა მომხმარებელი ფიქრობს, როგორ უნდა დავამტკიცო და როგორ უნდა დავამტკიცო მოვაჭრეს, რომ მე არ გამიფუჭებია ეს ტელეფონი, მე არ დამიზიანებია და რეალურად მან გადმომცა თავდაპირველი ნაკლი. ამაზე პასუხი არის შემდეგი, რომ არ უნდა დავამტკიცო. პირველი 6 თვის განმავლობაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. რაც რას ნიშნავს, რომ როცა არის სიტყვა წინააღმდეგ არა, შეძენიდან. როდესაც არის მომხმარებლის სიტყვა მოვაჭრის სიტყვის წინააღმდეგ, მომხმარებლის სიტყვა არის დამაჯერებელი და ივარაუდება, რომ მან თავდაპირველი ნაკლით მიიღო ეს ნივთი. თუ მოვაჭრე უკვე წარმოგვიდგენს შესაბამის მტკიცებულებას, იგივე შეიძლება იყოს ეს ტექნიკური დასკვნა ან კომუნიკაციის ამსახველი, სადაც მომხმარებელი რაღაცას აღიარებს, ბევრი მტკიცებულება შეიძლება იყოს ასეთი. ეს უფრო სუსტ პოზიციაში ხო არ ყავს ბიზნესი ამ შემთხვევაში. არანაირად, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის გაცილებით უფრო რთულია ნებისმიერი მტკიცებულების მოპოვება ვიდრე ბიზნესისთვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დღეს ძალიან ბოროტათაც იყენებენ კიდეც, ხო? ანუ თუნდაც ისეთი შანტაჟი, რომელიც ხდება ხოლმე ძალიან ხშირად, ხო, იქ სოციალურ ქსელში დაგიდებთ. მიარ დაგეთანხმები. მე ხშირად ანუ ხვდები ამას რა და ბათა დაცვის სფეროში უფრო ვარ ვიდრე ბიზნესში ამ მიმართულებით, ამიტომ თუმცა ეს მერე წყდება ხოლმე იქვე. ხდები, რომ არ გავიდეს ამის იქით, ხო? ანუ კომპანია რაღაც მომენტში შეიძლება დათანხმდეს, ხო? ნუ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს აბსოლუტურად მართალი. მაგრამ აი ეს ზედმეტი პრობლემა, იმიტომ რატო ხდება რა? იმიტომ რომ შეიძლება ავტომატურად საზოგადოებამ დაუჭიროს ხარი მომხმარებელს, ხო? გარჩევის გარეშე. როგორც ხდება ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში, ხშირად, ხო? ანუ გარჩევის გარეშე. ვერ შევაფასებ ეგრე რატო რა პრაქტიკაში რაც მქონია გამოცდილება თუ კომპანიას მომხმარებელთან აქვს ჯანსაღი კომუნიკაცია, მაგალითად კომპანიამ შეცდომა დაუშვა, ეს შეცდომა აღიარა და გამოასწორა მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს გონივრულ ვადაში კომუნიკაციას გულისხმობ უპასუხა და 3 წლის მერე გაახსენა და დაუბრუნდა არა. მე кейსი შემიძლია ეხლა ვეკითხრა, ბუნებრივია ვერ დავასახელებ კომპანიას. მე შემიძლია გითხრა სადაც გამოსწორდა და ლაივ кейსია. უბრალოდ ეს არ გავიდა თქვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია, ხო, როდესაც ერთ-ერთი მომხმარებელი აი ესე ზუსტად შანტაჟით იყო დაკავებული, თურმე სხვადასხვა ორგანიზაციებში ერთში არა, სადაც ითხოვდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ რიტეილერისგან იმას, რომ ანუ რაღაც ტექნიკას შეიძლება სწორად ითხოვდა. რატო არა აქვსო კონკრეტულ ფილტრს გარანტიაო, ხო? ანუ ფილტრი არის რაღაც ერთ-ერთი სადადარიგო ნაწილი, ხო, რომელიც იცვლება. კეთავს ვკითხო, ჩემ ადგენელ ნაწილზეც ვრცელდება. სხვათა შორის ამ შემთხვევაში თქვენი განაჩენი იყო ძალიან სამართლიანი და ამ შემთხვევაში თვითონ მომხმარებელმაც, ხო, რომელმაც დაწერა სოციალში, ხო, ანუ ამ შემთხვევაში თვითონ საზოგადოებამ დაუჭირა მხარი ამ კომპანიას. ანუ მიხვდა ეთყობა რომ რაღაცა ინტრიგას ჰქონდა. საზოგადოებაში შეიძლება ეს განცდები არასწორად იყოს ჩამოყალიბებული, შეიძლება რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე რა, მაგრამ ის თუ სწორად ედავება რა მნიშვნელობა აქვს რამდენ კომპანიას ედავება, უფლება აქვს და უფლების რეალიზებას ახდენს და გარკვეულწილად ეგეთი ადამიანები საჭირო არიან, იმიტომ რომ კულტურას აყალიბებენ რა, ერთს მოედავა მეორეს მიათეს და სააგენტოს დახმარებით რაღაც კულტურას აყალიბებენ სწორ მიმართულებით. აი კეთა ვერტოს მაშინ ზუსტად ამ кейსზე. ჩავერთვები მე და დავამატებ ჩვენი კანონის მიერ გარანტიას ერთ მნიშვნელოვან დეტალს. რა ნივთებზე შეიძლება გავრცელდეს კანონისმიერი გარანტია? ნებისმიერზე. შემადგენელ ნაწილზე ნივთის, აი მაგალითად ნებისმიერ ნივთზე შემადგენელი. ეს იქნება ტანსაცმელი, ეს იქნება ტექნიკა, ფილტრი. ის ვიყიდეთ მის საშრობი ფენი,
ხო ეგრე ქვია. ეგეც. და შიგნით აქ ფილტრი, ის ფილტრიც ასევე უნაკლო უნდა იყოს შიგნით რაც აქვს. რა თქმა უნდა, თავისი ყველა შემადგენელი რას ნაწილით ევჭით იმადა? ნივთი უნდა იყოს ნუნაკლო. მათ შორის ფილტრზე ეს 2 წლიანი საგარანტიო პერიოდი მოქმედებს მომხმარებელს ვერ წაართმევ იმის უფლებას, რომ რაშიც თანხა გადაიხადა, რეალურად ის უნდა მიიღოს მან აუცილებლად. ხო, მაგრამ ეს არის ფილტრი, რომელიც ტვერსასრულზე იყო საუბარი, ხო, რომელიც მუშაობის პერიოდში, ბინძურდება ეს ფილტრი და ეს ფილტრი ან უნდა გადააგდოს და შეცვალოს, ან გასუფთავოს ხოლმე ზოგჯერ. ხო, მან უნდა დაიცვას შესაბამისი წესები ექსპლუატაციის, თუ დაიცავს და მაინც დაზიანდება, ეგ ხომ იმას ნიშნავს, რომ ნივთი რეალურად ნაკლიანია. და მე თუნდაც მცირე თანხა მქონდეს იმაში გადახდილი 10 ლარი 15 ლარი რაში გადავეხადე იმაში გადავეხადე რომ ამ ფილტრს ემუშავა გარკვეული პერიოდი რამდენიც ქონდა თუ რა თქმა უნდა ბუნებრივი ცვეთის პირობებში ეს განილევა უკვე ეს ნივთი და დასრულდება მისი ფუნქცია ლოგიკურია აღარც გაუჩნდება მომხმარებელს სურვილი რომ დააფიქსიროს მაგრამ ეს როგორც ასეთი შეზღუდვა არ არსებობს რომ რაიმე ნივთზე არ ვრცელდება კეთა პრაქტიკაში თუ გქონიათ რომ აი მსგავს საკითხზე ხარეს ვარ რა ხარ? ბიზნეს მხარეს ვარ ალბათ უფრო. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ნახე, შენ ხო კეთილსინდისიერი ბიზნესმენი ხარ და გამოიხატა იმაში, რომ რაღაც ჩვენი კომპანიების მოწესრიგება სამართლებრივად დავიწყეთ რა, იქ ვალდებულებები რაც ქონდა კანონის თანახმად გავაკეთეთ. შეიძლება შემაწუხებელი იყოს ან არ იყოს, მაგრამ გარკვეულწილად ჯანსაღი პროდუქტს ვაყალიბებთ. ხო და ეს ჯანსაღი ბევრი რაღაციდან არის და სახელმწიფო შესაბამის კონტროლს გვიდგენს აქ და ერევა კონტროლის ფარგლებში და გეუბნება რომ ეს ესე უნდა იყოს და შეიძლება გამაღიზიანებელი იყო მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზია კომუნიკაცია. აი აბსოლუტურად სწორი მგონია. ფილტრზე უნდა გავრცელდეს გარანტია. აბსოლუტურად სწორი მგონია, კი. ანუ ავტომობილს რო ყიდულობ ფილტრზე ვრცელდება გარანტია. კი, რა თქმა უნდა. შენ რო წახვიდე და შეცვლის გარანტია. ცენტრში იყიდო. კი, შეცვლის გარანტია. ანუ გარანტია გაქვს, ოღონდ შეცვლის. შენ რო წახვიდე და 10 წელი არ შეიძლება. შენ რო წახვიდე და ცენტრში იყიდო მანქანა, რომელსაც დაზიანებული აქვს ან არ იხსნება საბარგული რაღაც პატარა დეტალის გამო. ხო წახვალ და ეტყვი რომ ეგ სხვა ეს მექანიკური რაღაც თემაა, ხო? ანუ ფილტრის არ დაზიანება გამოიწვია უბრალოდ, ხო? აი და ეგ ზუსტად რომ რაც არის ბუნებრივი ცვეთის ფარგლებში, ეგ ლოგიკური აუცილებლად მოხდება, მაგრამ რომ შეიძინო ფილტრი, მაგალითად გადაიხადე რაღაც 50 ლარი, შეიძინო φιλტრი და მეორე დღეს მიხვდე რომ ანუ თავის ფუნქციას არ ასრულებს. ხო, თან ფილტრი ხო, აი არის რაღაცა წუნით არის, ხო, ფილტრი. ზუსტად ეგ არის გარანტია. მიკერძოებული ხარ. ჩვენზე არ იყო საუბარი, მაგრამ აი, კარგი საკითხი ამოტივტივდა ზუსტად აქ რა განსხვავება მაგათ შორის კომერციულ გარანტიას და კანონისმიერ გარანტიას შორის. კანონისმიერ გარანტია ნიშნავს იმას, რომ ეს რომ ამოქმედდეს, ნივთს უნდა ქონდეს თავდაპირველი ნაკლი. ანუ რომ გადმომეცა, მაშინვე უნდა იყოს ნაკლიანი. ის არა რომ მე სპეციალურად დავაზიანე, გავაფუჭე, არასწორად მოვეპყარი, გადავაგდე ეს რა თქმა უნდა სულ სხვა კატეგორია, ეს არის კომერციული გარანტია თუ მოვეჭრეს სურს და გამოხატავს კეთილნებას, რომ მაინც შემიცვალოს და მაინც შემეკეთოს ნივთი, ძალიან კარგი მადლიერი იქნება ყველა მომხმარებელი ამისთვის, მაგრამ თავის გადასაწყვეტია ეს ბიზნესი. კი ბატონო, მაგრამ კანონისმიერი გარანტია, რასაც კანონი ადგენს, ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, აი წეგან რაც ვახსენეთ ზუსტად, რომ ფილტრი არ ასრულებს თავის ფუნქციას. მეორე დღეს აღმოაჩინე, რომ უბრალოდ ტყუილად გადაიხადე ის თუნდაც მინიმალური თანხა რაც გადაიხადე. აი ეს არის ზუსტად კანონისმიერი გარანტიის არსი. ამ შემთხვევაში ბიზნესიც არის ჩაგდებული. მოიცა ეს განსაცდელზე როგორ განისაზღვრება რა? გარანტია ტანსაცდელზე. არ უნდა გაიხეს? მე დავაკვირდი ორ შეკითხვას ერთად რო ვსვამ, მეორე იკარგება ხოლმე რა. არა, კარგია, მე მომწონს კაი დისკუსია. მეორად ნივთებზე რა ხდება? მეორად პროდუქტს გამოყენებული ავტონაწილი ვიყიდე, იმიტომ რომ ახალი ძვირიღი და ანუ რაღაც გამყიდველისგან ვიყიდე ის მინდოდა. ფარი ვთქვათ მანქანის. მეორადი ნივთი ისეთ როგორ მდგომარეობაშიც მე გადმომეცა და რასაც მოვაჭრე მპირდება, უნდა იყოს ისეთი. ჩვეულებრივად ეს იგივე ხანდაზმულობის ვადა რაც არის რომ მე შემიძლია დავიცვა ჩემი უფლებები თუ სხვა ნაკლიც აღმოაჩნდა იმ მეორად ნივთს, რაც მე არ ვიცოდი. ზუსტად იგივენაირად შემიძლია დავიცვა ჩემი უფლებები. ვიყიდე რა პირობითად არ ვიცი, ფარი ვიზუალურად დავინახე რაცა და ფარის ფუნქცია რა არის, უნდა გაანათოს და არ ანათებს. ვიცოდი რომ არ გაანათებდა. არა, რო დავაყენე მე გავიგე ბუნებრივია რა თქმა უნდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ნაკლი აქვს. მე რაც ობიექტური შეთანხმებული გარემოება. მქონდა მოვაჭრესთან, შეიძლება ფარს ქონდეს რაღაც ნაკაწრი და ვიცი რომ მეორადია, წინასწარ შეუთავდი ამ ნაკაწრზე და არ მაქვს ამაზე პრობლემა. რაღაც ისეთი დეტალები ხო არის, საწვავის ტუმბო ვიყიდე, რომელზეც მითხრა რომ უნდა მუშაობდეს, დავაყენე და გაფუჭე და მიათე დღეს. ეს უკვე შეფასებისაგან იქნება, რატო გაფუჭდა, რა თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ მსგავსი შეფასების დროს ან ექსპერტიზა ჩაგერთოთ, ან თვითონ წარმოედგინოთ ექსპერტიზის დასკვნა. კი, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნა, ტექნიკური დასკვნა არის ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება მსგავს საქმეებში და აუცილებლად ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ექსპერტიზის დასკვნასაც, რა მეთოდოლოგიით არის ჩატარებული, ვიღებთ ექსპერტიზის დასკვნას როგორც მტკიცებულებას, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა არ მიგვიღია და გაგვითვალისწინებია, ან ორი დასკვნა შეგვიდარებია ერთმანეთისთვის, დაგვიწუნებია მეთოდოლოგია, იგივე ამ ექსპერტიზის, სხვათა შორის ამ ბოლო დროს გვქონდა ტექნიკის მაღაზიასთან დაკავშირებით, რეალურად ისეთი ექსპერტიზის დასკვნები იყო წარმოდგენილი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა მეთოდოლოგიის ნაწილში. საერთოდ სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებები იყო გამოყენებული, რაც რეალურად საერთოდ ვერ გამოავლენდა ნაკლს. ლოგიკურია ამ ნაწილში, რაც შეუძლია რომ შევიდეს სააგენტოს, რა თქმა უნდა, ექსპერტულად ის ვერ შევა სააგენტო. მტკიცებულებებს აფასებს რა. კი ბატონო. სერგო შეკითხვა გქონდა ტანსაცმელზე. კი, ანუ მე არ მინდა რომ საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში რა და რაღაც გავაგოროდოთ კიდე ბიზნესების წინააღმდეგ, ხო? ანუ აი ტანსაცმელზე მე მქონდა ზუსტად ეს, რომ ანუ გარანტიაზე ვსაუბრობთ, ხო? და დაბრუნების პოლიტიკაზე, ხო? ანუ რა გარანტია შეიძლება მივიღო მე აი ხლა მივალ რაღაც პიჯაკს ვიყიდი? არ გახუნდება მაგალითად. ფერი არ გადაუვა. შეიძლება ეგეთი? ალბათ არ ვიცი, კი, გვეტყვის. რატომაც არა, თუ გპირდება მოვაჭრე, რომ ის არის ისეთი ხარისხის, რომ არ განხუნდება, ან თუ აქვს კონკრეტული ჩამოწერილი რაღაცა, მაგალითად, პირაში ნახოთ არ განხუნდება, რაც არ უნდა იყოს. ანუ ვერ დავაბრუნე. არ იცი. ორ წელს. ხა, ორ წელიწადში ალბათ უნდა განხუნდეს. ხო, თუ ეგეთია, რომ შეიძლება განხუნდეს. ეს განისაზღვრება მათ შორის რა ღირს პროდუქტი, აი პირობითად ვყიდულობ ქურქს, რომელიც უნებრივად ცხოველები დახოცე შეკერეს ქურქი და იაფი არ უნდა ღირდეს და ვიხდი 100 ლარს ქურქში. და ნახევარ წლის შემდეგ ამას ის ბეწვით უთმა გასწვივდა, გამელოტდა ჩვენი ქურქი. ფასი რადგან 100 ლარი მაქვს ამაში გადახდილი. შეიძლება თქვენ შეაფასოთ ისე ან ვინმე შეაფასოს ისე რომ ჩემი მოლოდინები ამ პროდუქტის მიმართ არ უნდა ყოფილიყო ისეთი, რასაც ნამდვილ ქურქში გადავიხდიდი. არა. ცალსახად მხოლოდ ფასზე დაყრდნობით, თუ მოვაჭრე არ აწუდის პროაქტიულად ინფორმაციას, რომ აი ორიგინალ ნივთებთან დაკავშირებით არის, ზუსტად ეგ თემა ძალიან ხშირად წამოჭრილი, რომ ორიგინალს რატომ ელოდებოდი ამ ფასში. არა, ესე არ ხდება, მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს პროაქტიულად ინფორმაცია, რომ ეს ნივთი არ არის ორიგინალი, არის კონტრაფაქციული ნაწარმი და მერე მიიღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას. ყველა მომხმარებელმა შეიძლება არ ქონდეს იმის აღქმა ზუსტად, რომ რა ფასი აქვს მაგალითად ორიგინალ ხო და იქ საშუალო მომხმარებლის მაჩვენებელი იმ აი ისეთია ძალიან სადავო ამბავია მე მგონია რომ არც ბიზნესი დარჩება და ჩაგრული აქ არც მომხმარებელი მაგრამ თუ არის გარემოებები სადაც აი ეგეთ დეტალებს ფას მაგალითად მყიდველი ვინ არის მოვაჭრე ვინ არის რომ ამ გარემოებებს ითვალისწინებ და ისე გამოგაქვთ გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როცა ჩავთვალეთ, რომ მოვაჭრე აკმაყოფილებდა ინფორმაციის მიწოდების სტანდარტს და შესაძლოა მომხმარებელმა რაღაც შემთხვევაში გამოიჩინოს უყურადღებობა, ან არ მიაქციოს რაღაცა სათანადო ყურადღება, რისთვისაც უნდა მიექცია, მაგრამ ისეთი რაღაცა, რომ მოვაჭრემ რაღაც ინფორმაცია გამოტოვოს და საერთოდ არ მიაწოდოს, იგივე მახასიათებლებთან დაკავშირებით, პირდაპირ ტერმინალში, რომ მახასიათებლებთან დაკავშირებით, არსებით მახასიათებლებთან უნდა მიაწოდო აუცილებლად მომხმარებელს ინფორმაცია. ისე კი არა რომ მომხმარებელმა გეხვეწოს ეს ინფორმაცია და გთხოვოს რომ მომაწოდე აი ესე რო არის ფას რო ითხოვენ თუნდაც Facebook-ის კომენტარებში თუ ეს არ არის დისტანციური არხებით ხო თუ ზარი არ ჩაიწერა ჩატი არ არის და კონსულტაცია სულწევს თანამშრომელი მანდვე და ნუ კლიენტი ამ შემთხვევაში ამბობს რომ მე თანამშრომელმა არ მომაწოდა ეს ინფორმაცია არა და თანამშრომელმა მიაწოდა არაჩვეულებრივი მტკიცებულებაა, როდესაც არის დასტიკერებული ინფორმაცია, ტექნიკის მაღაზიებში შეხვდებით არსებით მახასიათებლებთან მიმართებით. კი ბატონო, არის გამოკრული ზოგადი მომხმარებლის უფლებები, რაც ევალდებულება რომ მოვაჭრეს მიაწოდოს. ის ყველაფერი ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ მომხმარებლის კი ბატონო. მარტო
იშვიათად. ის კი არ არის რომ მომხმარებელმა თვითონ უნდა იცოდეს თავისი უფლებები და სადღაც კანონში მოვაჭრემ უწერია. უნდა მიაწოდოს. მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს და დახლებზე შეხვდებით კი, კი, კი. ხო, იშვიათად მაღაზიაში მინახავს. ესე შეიძლება არ მიიქცევიათ. შეიძლება არ მიიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არის ხოლმე გამოკრული შემოსავლებიდან გამომდინარე ამონაწერი უნდა იყოს იქ ის პოლიტიკა რაღაც და არ მან მიიქცევია ხშირად ყურადღება. არის რომ მომხმარებლები მაგას ყურადღებას არ აქცევენ და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეხლა ასევე დავიწყებ ხშირად არის ყურადღებას. ისეთი შემთხვევა, როცა რეალურად თვალსაჩინოდ არ აქვს განთავსებული შეიძლება, მოვაჭრეს და აი ეს უკვე შეიძლება იყოს დარღვევა. ერთხელ მქონდა შემთხვევა საზამხედველო ორგანოში როცა მუშაობდი პერსონალურ მონაცემთა და სამსახურში ერთ-ერთ უწყებას ვამოწევდით ვიდეო მონიტორინგთან დაკავშირებით და იქ ვალდებულება რომ ვიდეო მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ ნიშანი უნდა ქონდეს თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული. მოკლედ ისეთი უწყება იყო საჯარო დაწესებულება იყო, სადაც ძალიან ბევრი ხალხი შედიოდა და გამოდიოდა. და ელექტრონული კარი იყო, რომელიც მოძრაობაზე იხსნებოდა და იმდენი ხალხი იყო დღის განმავლობაში იქ, რომ ეს კარი იყო მუდმივად ღია მდგომარეობაში და ამათ ნიშანი ჰქონდათ კარზე განთავსებული. ხო და როდესაც დავიწყეთ საკითხის შეფასება, გვეუბნებია, რომ ნიშანი თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული და ეს თვალსაჩინო ადგილი არის კარი, რომელიც მუდმივად ღია მდგომარეობაშია და კარი რო იხსნებოდა, კედლის მიღმა გადიოდა და არასდროს თვითონაც არ მიუქცევიათ. არა, მიუქცევია, არასდროს ჩანდა. მეორე შემთხვევა მქონდა აი ამ ნაცრისფერ კედელზე ნაცრისფერი ლოგო იყო გამოკრული და არ ჩანდა ფიზიკურად რო შედიოდა. ეგეთი დეტალები გაგვითვალისწინებია მაშინ რა, საკმაოდ ისეთი არის, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ხო. აზრი რა აქვს? ეს მსგავსი კურიოზი მეც მახსენდება. მაღაზიას მქონდა გამოკრული წესები და პირობები, აი როგორ ადგილას იცი, უნდა ჩახრილიყავი ბოლომდე საჯდომში რაღაც ვარჯიში უნდა გაგიკეთებინა. რასაც რა თქმა უნდა, თუ ფიზიკური მომზადება არ გქონდათ, მაგდენს ხოც ფიზიკურად ვერ გააკეთებდი, რომ ის წესები და პირობები თან მთელი 1-2 გვერდი იყო, წაგეკითხა. რა თქმა უნდა, როდესაც არ არის თვალსაჩინოდ განთავსებული, იგივე აი რაც ახსენეთ, რომ ნაცრისფერზე ნაცრისფრით, იგივე წვრილი შრიფტით, იგივე რაღაც საშინელების გაკეთება რომ იწევს, რომ წვდომა მქონდეს წესების და პირობებზე, ეს არ არის ინფორმაციის მიწოდების სტანდარტი. ამ დეტალებს კანონში გაითვალისწინებენ პირდაპირ ჩვენი წერია არა მარტო მისაწოდებელი ინფორმაცია, არამედ რა სტანდარტით უნდა მიეწოდოს. მკაფიოდ, უტყუარად, ცხადად და ყოველგვარი ძალისხმების გარეშე. სანამ ცუდად იყურებ, ბლიცი გინდა, კი, მართალია. შეკითხვა მაქვს. გარანტია კანონის მიერ გარანტია თუ ვრცელდება მომსახურების გაწევაზე. მაგალითად, ნივთი მივიტანე შესაკეთებლად ან მანქანა მივიყვანე შესაკეთებლად. სადღაც ბოქსში გახსნილია პროფილაქტიკა, მანქანების სახელოსნო მივიყვანე და შევაკეთებინე სავალი ნაწილი. ან რაღაც არ აქვს მნიშვნელობა. ამაზეც ვრცელდება თუ არა ეგ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მომსახურებაზეც ჩვეულებრივ მომხმარებელს შეუძლია ამას გარანტია არ ეწოდება, ამას ეწოდება შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა დააფიქსიროს თავისი პრეტენზია მომსახურების ნაკლთან დაკავშირებით. თუ დამტკიცდება და საქმის მასალებიდან გამოირკვევა, რომ რეალურად მომსახურება არ გაეწია შესაბამისი, რა თქმა უნდა, აქაც დადასტურდება დარღვევა. გქონიათ ესეთი კეისები, აი კონკრეტულად კეისები, ანუ აი პროფილაქტიკაზე და ეს ბოქსში გახსნილ პროფილაქტიკაზე, ანუ ანალოგიური გარკვეულ შემთხვევაში გქონია, აი მომსახურებასთან მიმართებით ეგ უკვე მტკიცებულების სიუხვით ნაკლებად გამოირჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია სიცხადის დადგენა, იგივე მომხმარებლის და მოვაჭრის კომუნიკაციით, იგივე ექსპერტიზის დაკვირვებიც არის გარკვეულ შემთხვევაში რაღაც საკითხებთან მიმართებით ტარდება. ასევე იგივე ეს ინფორმაციის ნაწილი, აი მაგ შემთხვევაშიც მომსახურების მიწოდების ნაწილში, როცა ინფორმაციას სათანადოდ არ აწვდის მომსახურების გამწევი, ესეც კორელაციაში განიხილება და შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ, რომ მომსახურება არ გაეწია შესაბამისად. აი მე შესაბამისად. მქონდა შემთხვევა ძრავის დამჭერი შევცვალე, ის რუსული ტერმინი რო არ უცალო, ვიხმარო, შევცვალე და რაღაც ჭანჭიკის დაჭერა დაავიწყდა ხელოსანს და ძრავი ჩამოვარდა. მანქანაში. შენ უკვე ორი სერიოზული кейსი დღეს პოდკასტში. აი ხა რო დაფიქრე შენ იმდენი ლოგიკურია, ამ შემთხვევაში მომსახურების გამწევმა არ დაასრულა ბოლომდე თავისი საქმე და დავიწყდა დასრულება. პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, აი მან განზრახვა არის თუ გაუფრთხილებელი ქმედება. პრინციპში გქონია მსგავს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც, როცა დასრულებულად ვერ ჩაითვალა კონკრეტული მომსახურების გაწევა ამ ავტოსერვისთან მიმართებით, არ დაასრულა, მოვაჭრემ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გაუფრთხილებლობით თუ განზრახ, ფაქტია რომ მე ვერ მივიღე ისეთი უფრო ცუდი შეკითხვა მაქვს. ეგ ეს ვალდებულება ვრცელდება თუ არა და ალბათ კი წინასწარ ხვდები პასუხს, მაგრამ მაყურებელმაც რო გაიგოს ხელოსნებზე, რომელიც სახლში რემონტს აკეთებენ.
აი საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე რომ გავიდეთ ან მშენებელზე რომელიც სახლს აშენებს. კი ბატონო, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ყიდის საქონელს არ აწვდის მომსახურებას, შეგვიძლია მივიჩნიოთ მოვაჭრეთ. როგორც თავიდანვე ვთქვი, არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ფიზიკური პირი, ინდმეწარმე, ძალიან დიდი კორპორაცია, კომპანია, ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტი მომხმარებელი უნდა იყოს დაცული. მაგრამ დაგაცნო ბლიცი. თავარია ბოროტ, მე ვფიქრობ, რომ თავარია ბოროტად არ გამოიყენოს არც ერთმა მხარემ და იცი რა, ბოროტად ვერ გამოიყენებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან მკაფიო მტკიცებულება თუ არ ქონდა საპირწონედ ამის ნათქვამისა და იმან ვერ დაადასტურა ეს ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამოვიდა რა. აი, ხო შეტრიალებულია აი მტკიცებითი ნაწილი, როგორც აღნიშნე, რომ მომხმარებელზე პირველ 6 თვის განმავლობაში არ არის საქონელთან მიმართები. უნდა მტკიცებულება რომ შეაფასოს. ხო, მაგრამ მაგას აბალანსებს ზუსტად ის, რომ უფრო გამოცდილია მოვაჭრე, შეუძლია ბევრი რამით დაიზღვიოს თავი, შეუძლია შექმნას წინასწარ მან ეს მტკიცებულებები, რასაც მომხმარებელი ვერ ახერხებს. აი მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტები, რომელსაც მოვაჭრე აფორმებს და ამით თავს იზღვევს რეალურად იმით, რომ მან მიეწოდა ისეთი საქონელი ვიზუალურად, როგორც მან შეეთანხმა და მომხმარებელს ამაზე მოაწერინა ხელი. ფაქტის კონსტატაცია გააკეთა ერთგვარად. მოვაჭრეს შეუძლია რეალურად დაიზღვიოს თავი. ყველას მოვაჭრეს, მათ შორის ოღონდ მე რო სირთულედ გვეჩვენება ეს რეალურად ბიზნეს გულისხმობ, სინამდვილეში ეგეთი რთული არ არის. პროცესების სწორად დაწყობა, უბრალოდ დაფიქრება უნდა და გულისხმიერება. მაგისტვის არის ზუსტად ხო რომ დაარეგულოს. მაგისტვის ვარ ჩვენც, მაგისტვისაც არის სახელმწიფო, რომელიც ერევა პროცესში და მაგისტვის ხარ შენ რომ იყიდო ჩვენი სერვისები. აუცილებლად. მე მინდა რომ ცოტა გავახალისოთ ჩვენი პოდკასტი. თან აი ბოლოსკენ მივდივართ უკვე და მინდა ესეთი რაღაცა ბლიცი, ალბათ თუ აი დაასრულე წინადადება შემოგთავაზო. წინააღმდეგი ხო არ ხარ? სიამოვნებით. ესე იგი, მომხმარებლის უფლება იწყება მაშინ, როდესაც მომხმარებლის უფლება იწყება მაშინ, როდესაც არ აქვს მაშინ მომხმარებლის უფლების დაწყებას. მომხმარებლის უფლება დაწყებულია და არც არასდროს დასრულებულა. ამას არ აქვს ჩარჩო. ბიზნესის ყველაზე დიდი შეცდომას უშვებს, როდესაც როდესაც ინფორმაციას არ აწვდის მომხმარებელს. ამით თავის თვალსაც აზიანებს. მომხმარებელი ყველაზე ხშირად ცდება მაშინ, როდესაც როდესაც რაციონალურ აპათიას ავლენს და გონია რომ მისი უფლებები არ იქნება დაცული. მაგარი პასუხებია. ონლაინ ვაჭრობის მთავარი პრობლემა საქართველოში არის ვაიმე, ძალიან ბევრი პრობლემაა. არც კი ვიცი. ეხლა იმდენი ვარიანტი ამოტივტივდა. რუხი შაბლონები, ეფექტური პასუხი რო იყოს მაინც. გასაგებია. ვერაფერი გავიგებთ. ეს აუცენი წინასწარ. ეს манипуляციური ხრიკები. მომხმარებლის ნდობა იკარგება მაშინ, როდესაც როდესაც ბიზნესი პასუხისმგებლობას არ იღებს უკვე დაშვებულ შეცდომაზე. ამდვილად. აი ეს მინდა გავმარტო, რომ შეცდომა ყველას მოსდის და შესაძლებელია იყოს იგივე ნაკლიანი საქონელი გადმოგცეს, მაგრამ როცა პასუხისმგებლობას არ იღებს ბიზნესი, აი მანდ იკარგება ზუსტად ყველაზე მეტად ნდობა. თან სააგენტოს პრაქტიკაც არა ისეთი, რომ სანქციებს იყენებდეს ყველაფერზე, ხო, დავალებებსაც აძლევს. ჩვენ ვაძლევთ მუდმივად ბიზნეს საშუალებას, რომ შეასრულოს ჩვენი გადაწყვეტილებები, აღადგინოს მომხმარებლის უფლება და შესაბამისობაში მოიყვანოს თავის სავაჭრო პოლიტიკა. დარღვეული უფლების რეალიზებისთვის როგორ შეიძლება მომხმარებელმა მოგმართოს? ძალიან მარტივად. ჩვენ გვაქვს ონლაინ ფორმატს, შეუძლია ადგილზეც მობრძანდეს. ეს არის განცხადების ფორმა, რომელსაც სჭირდება შესავსება სულ რაღაც 5 წუთი. უნდა აღწეროს ის გარემოებები, რაც მოხდა საქმის ვითარება. უნდა მიუთითოს აუცილებლად მოვაჭრე, ვინც დაარღვია მისი უფლება. აი წეგან რომ ახსენეთ, რომ ხშირად მოვაჭრე არ იცის ვინ არის და არ უკითხია. ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს მან და შემდგომ უკვე გამოგზავნის განცხადებას და შესაბამის რეაგირებას მოახდენთ. არაფერი რთული ამაში არ არის, რა თქმა უნდა უფასოა. რა თქმა უნდა ძალიან მარტივია განცხადების შემოტანა და არანაირ ბიუროკრატიულ ბარიერთან არ არის დაკავშირებული. მე მაქვს ამაზე მიმართული და ეგ პროცესი გამიგია. გავაგზავნებ, მაშინ ცოტაღა დამჭა და აგერ საერთოდესაც ვთხოვ, ხო? AI ბიზნესში. კონტროვერსიულია. ძალიან კარგიც და ძალიან ცუდიც. AI მომხმარებლებისთვის? კონტროვერსიულია. შეიძლება იყოს ძალიან კარგი და შეიძლება იყოს ძალიან ცუდი. და ვინ არის იდეალური მომხმარებელი? იდეალური მომხმარებელი არის გონიერი, წინდახედული,
და საშუალო სტატისტიკურად ისე არც ძალიან ჩაუკირკიდეს ყველაფერს ეს არ არის საჭირო, მაგრამ ზომიერად წინდახედული აუცილებლად უნდა იყოს. მომავალი ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებიც იცავენ კანონს, არიან ორიენტირებული მომხმარებლებზე და конкуренციაში შედიან კეთილსინდისიერი გზებით. და არა დემპინგით. ზუსტად. სამართლიანი არსებობს ტერმინი, კანონიერი ხო არის ტერმინი და არის სამართლიანი. და უფრო ალბათ სამართლიანები. სამართლიანი. მიყვარს ეგ ტერმინი, კარგი ტერმინი. აი ჩვენ კანონი ცდილობს რომ ეს დაუახლოვდეს მაქსიმალურად ერთმანეთს სამართლიანობა და თუმცა არის შემთხვევა როდესაც კანონიერება ყოველთვის სამართლიანი არაა და ამიტომ სამართლიანებას ჩემი ხმა. მეგობრებო, მანიშნებენ რომ გადავაჭარბეთ უკვე ყველანაირ დროს, ამიტომ მე მგონია რომ ძალიან სასარგებლო პოდკასტი გქონდა დღეს, ძალიან ინფორმაციული, ჩემთვისაც ძალიან ინფორმაციული ხედავთ, რაღაცები გამიკვირდა კიდევაც და მე ვფიქრობ რომ აი სხვათა შორის ჩვენ მაყურებელსაც ვთხოვ რომ იაქტიუროს, ანუ თქვენი кейსები შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარების სახით, ჩვენ აუცილებლად ყველა კომენტარს ვახსენებთ ყურადღებას. ხო, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა ჯონი შენ, მადლობა ჩემი მხრიდან კეთას და სააგენტოს. ფანტასტიკური სტუმარი ხარ, აუცილებლად აქვე ვიღებ დაპირებას რომ ისევ იქნები ჩვენი სტუმარი კიდევ. და ჩვენს ასე ვთქვათ აუდიტორიას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო კვირას სამშაბათს. მადლობა რომ გვიყურებთ. IT Tech-ი, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.